აბა ვნახოთ, გრძელდება შეტევა, დარტყმაც ნახეთ, ძალიან ძლიერი დარტყმა. თუმცა არაზუსტი. თორნიკე ასკურავამ. კოჩა ცირდავას პასის შემდეგ, თუმცა ბურთი დიდი მანძილითაც და ასევე კარს. აბა ვნახოთ, ანდრეი ანდრეიჩუკი კარგი მომენტი აქვს გაგრას, ანდრეიჩუკი შევიდა საჯარიმოში, სრულმოძრაობა, დარტყმა და ბუნტური ისევ მოწოდების სიმაღლეზეა. მარცხნივ გადაცემა. გავიდა ეს პასი. გრძელდება იერიში, კარგი მომენტია, ვნახოთ, პასი, დარტყმა იქნება, ფონიავა, ცუდი დარტყმა იყო. გამიკვირდა ისე შეიძლება ბოლო მომენტში ცირდავას უკვე უშლიდნენ ხელს, მაგრამ შემდეგ რაც შემოგთავაზა, ნახეთ პასიც კარგი დაუტოვა, უდავოდ უნდა აღვნიშნოთ გეგიაძემ და აი აქ რატომ არ დაარტყა? პასი გაუკეთა პრინციპში უკეთეს სიტუაციაში მყოფ პაპუნა ფონიავას, თუმცა აქ შეიძლებოდა დარტყმა ნამდვილად. იყო სივრცეთან და ფონიავა მერე ცუდად დაარტყა. გაგრას ფეხბურთელები უტევს გაგრა, ჭავჭანიძე წაიღო ბურთი, პასი ფიფიას, ფიფია, კარგად შემოიწია ცენტრისკენ დარტყმა. კიდევ ერთხელ ვერ გაისწორა მიზანი. ისევ გაგრას ფეხბურთელები, კარგი მომენტია. შეიძლება ანგარიშის გახსნა დარტყმა და აქაც გადარჩა სპაერი. კიდევ ერთი ეპიზოდი იყო და ბუხუტი ფუტკარაძე მეგონა გადაარჩინა გუნდი, თუმცა ზუსტი დარტყმა. სკრიპნიკი, კი ბატონო, ილია სკრიპნიკი ურტყამდა კარის მიმართულებით და როგორც ხედავთ, გადარჩა სპაერი. დაიძრა, კარგად წავიდა წინ, ბუნტურის პასი და გადარჩა ამ ეპიზოდში გაგრა. გადაარჩია თავისი გუნდი, ნახოთ აბა. ეს გამიზნული დარტყმა ნამდვილად არ იქნებოდა, აი ამ გამეორებიდან გამოჩნდება, ნახოთ. ჩაწოდება საჯარიმოში 1-0. სპაერმა გაიტანა მატჩის 44 წუთზე ბუნტური გოლის ავტორი. კიდევ ერთხელ ვნახოთ. ჩაწოდება, იყო სივრცე, მარტო დატოვეს ბუნტური და მანაც კარგი თავური დარტყმით მოახერხა ანგარიშის გახსნა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე გაგრას ძალიან კარგი მომენტები ჰქონდა. დაცემა სამხარაძე. ასკურავა, ცირდავა, ასკურავაზე გადაცემა, კარგი პასია, ასკურავას სრულმოძრაობა, რა მაგრად ითამაშა პასი. პასი კი არა. შეეძლო თვითონაც ამ ეპიზოდის დასრულება ცირდავა. ძალიან ლამაზად და ტექნიკურად. აქ ნახეთ სკრიპნიკზე პაუზა 1. აქ კიდევ მეორე გაცდა აუგუსტო პორფირიოსაც და ქონდა ისე კუთხე დატოვებული ოლექსანდრ ორობეის აი ამ გამეორებიდან გამოჩნდება და მაგრამ არა. აი აქ ნახეთ რა კარგი ეპიზოდი 1. აქ კიდევ რა ჭკვიანურად გაუტარა ბურთი ფეხებს შორის და კარზე რომ წასულიყო. მისანიშანი სილვა ჩააწოდა და თავიდანვე შეიძლებოდა. რა მოხდება? ზოიძე რა კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში დარტყმაც ნახეთ, მაგრამ არაზუსტი. უბრალოდ გიორგი ცეცხლაძემას დამაგვირგვინებელ ფაზაში ბრწყინვალედ ითამაშა და ანგარიში გახადა 2-0. ისევ სილვა, დარსანიას პასი, სკრიპნიკი კარგად შეინარჩუნა ბურთი, შეიძლებოდა ჯარიმაზე თამაშიც, სკრიპნიკი, დარსანია, დარტყმა და აცდა ბურთი კარს. ერთი გოლი გაიტანეს. გორი სამტრედია დასრულდა 2-1. მოიგეს გორელებმა დიდი პაუზის შემდეგ. ზოიძე, რბილი გადაცემა, ვანდერსონ სილვა, გრძელდება იერიში, დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში სპაერი. ვერ გამოიყენა თავის შანსი ვანდერსონ სილვა, ხედავთ, ანდრეიჩუკმა მიიღო ბურთი, დაარტყა ძლიერად, მაგრამ ვერ გაიტანა. წინ პასი, მუჯირი, გრძელდება შეტევა.
უჯირს მიუვიდა ბურთი, კარგი მომენტია დარტყმა და ხუთი ფუტკარაძემ გადაარჩინა ამ ეპიზოდში სპაირი ზოიძე კიდევ ერთი ჩაწოდება. აი აქ ნახოთ რა მოხდება. არბიტრი სასტვენი დუმს. აშკარად მოხდა ზოიძისგან ფეხში. პენალტია და პენალტი. კი ბატონო. სამხარაძე გამორბენი დარტყმა 3-0 პირველ წრეში 3-0 მეორე წრეში 3-0 სპაირი გაგრას ორივე პირველი ორი წრის მატჩი ამარცხებს. სპაირი ამ მოგებით დააგროვებს 15 ქულას და გადაინაცვლებს მე-6 ადგილზე. როგორც გითხარით, მათი მომდევნო მეტოქე იქნება სამგურალი, წყალტუბოში ჩავა სპაირი, ხოლო რაც შეეხება გაგრას მეტოქე იქნება რუსთავი.